ფუკოს ქანქარა. სუბიექტურად თუ ვიტყვი, ეს მართლაც რომ ულამაზესი ექსპერიმენტია ფიზიკაში. ამიტომ ეგოისტურად მოვიქცევი და ცოტა უფრო მეც გიამბობთ ამ ექსპერიმენტზე. ფუკოს ქანქარა დედამიწის დღე-ღამური ბრუნვის დემონსტრატორი ექსპერიმენტია. ჟან ბერნარ ლეონ ფუკო, ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომია. ფუკოს ქანქარის გარდა მეცნიერმა გიროსკოპიც გამოიგონა. ასევე ჰაერსა და წყალში სინათლის სიჩქარის გაზომვის, სარკეების მოვერცხლის მეთოდებიც. ფუკოს ქანქარის პირველი საჯარო დემონსტრაცია 1851 წლის მარტში ჩატარდა პარიზის პანთეონში. ფუკომ პანთეონის გუმბათის ქვეშ 67 მეტრის სიგრძის ფოლადის მავთულზე 28 კილოგრამიანი ტვირთი ჩამოგიდა წვეტიანი შვერილით ქვედა მხარეზე. დამაგრების წერტილის ქვეშ წრიული ღობე გაკეთდა დიამეტრით 6 მეტრი. წრეში დაყარეს ქვიშა, ისე რომ ტვირთის წვეტიან შვერლის სხვადასხვა ფიგურების დახაზვა შეძლებოდა ამ ქვიშაზე. ქანქარაზე გვერდითი ბიძგის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად რხევის დასაწყებად მომზადებული გადახრილი ტვირთი დამაგრებული იყო თოკით, რომლის დაწვით გაწყვეტის მერე ქანქარა რხევას იწყებდა. ქანქარის რხევის პერიოდი ასეთი სიგრძის საკითხზე 16.4 წამია. ყოველი რხევის შემდეგ ქვიშაზე გახაზულ ბილიკებს შორის მანძილი კი 3 მმ. საათში ქანქარის რხევის სიბრტყე 11 გრადუსზე მეტად მომბრუნდება საათის ისრის მიმართულებით. ანუ დაახლოებით 32 საათში სიბრტყე სრულ წრეს შემოწერს და საწყის პოზიციას უბრუნდება. ქანქარის ბრუნვის სიბრტყეზე გავლენას ახდენს მისი მდებარეობა დედამიწაზე და საკიდის სიგრძე. ქანქარაზე მოქმედი 2-2 ძალა, დედამიწის მიზიდულობისა და საკიდის დაჭიმულობის ძალა, რომლებიც ამ წერტილზე ერთმანეთის მკვეთი ხაზების გასწვრივ არის მიმართული. ქანქარის რხევის სიბრტყეს ქმნის და იგი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, დედამიწის ზედაპირის მიმართ ამ სიბრტყის ბრუნვა ღერძის გარშემო პლანეტის ბრუნვით არის გამოწვეული. პოლუსზე, სადაც დედამიწის ბრუნვის ღერძი ქანქარის რხევის სიბრტყეში დევს, დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ეს სიბრტყე დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს. 360 გრადუსით დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 24 საათი. რაც უფრო ახლოსაა ქანქარა ეკვატორთან, მით ნაკლებია მისი სიბრტყის ბრუნვის სიჩქარეც. ხოლო ეკვატორზე, დედამიწის ზედაპირის მიმართ ის უძრავია, სამხრეთ ნახევარსფეროშიც იგივე ხდება. უბრალოდ სიბრტყის ბრუნვა საპირისპირო მიმართულების. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.